ამდენი განსასწრელი ქონდა. პირველად რომ ქრისტე ადამიანი კი არა, ზეღმერთი რო. ვისაც კიოდა. ღმერთს რომელსაც არ შეუძლია ტკივილის განცდა, ღმერთს რომელსაც არ შეუძლია რომ მოკვდეს, ღმერთი იტანჯა და ღმერთი მოკვდა ჯვარზე. მან იცხოვრა გაჭირვებით, სახლი არ ქონდა, უამრავი ტკივილი და უბედურება გადაიტანა მათ შორის ახლობელი ადამიანებისგან. ყველა მიატოვა ბოლოს. უახლოესმა მოწაფემ ერთმა ფულში გაყიდა, მეორე თქვა მაგკაც არ ვიცნობ და აშიშვლეს, ჯვარზე მიალურსმეს, აფურთხეს პირდაპირ. კაცობრიობას რაც ბოღმა ქონდა, ღმერთის წინააღმდეგ, რომ დაინახეს, იხელთეს და ეცნენ და დაჯიჯგნეს. მოკვდა, საფლავში დაიდო. და რატომ მოხდა ეს? რატო არ მოვიდა მეფე? უფალმა ეს არ გააკეთა. ამას ძალიან ღრმა მიზეზებიც აქვს. მაგრამ არის ერთი მიზეზი, რომელიც ზედაპირზე დებს. ღმერთს სურდა თუ განკაცებას წარსულში ვიტყვით, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში შემოსულიყო, თითოეული ჩვენგანი გამხდარიყო. მას სურდა რომ გამხდარიყო არა ზე ადამიანი, არამედ მას სურდა გამხდარიყო ჩვენნაირი.